მეორე წერილი თესალონიკელთა მიმართ. თავი პირველი. პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას, ჩვენს მამა ღმერთში და უფალ იესო ქრისტეში. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. ვალდებულნი ვართ, ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, ძმებო, როგორც შეფერის, რადგან უაღრესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. ისე რომ თავადაც ვიკვეხნით თქვენით ღვთის ეკლესიებში, თქვენი მოთმინებით და რწმენით ყოველ დევნასა და გასაჭირში, რასაც იტანთ. ეს არის ღვთის სამართლიანი სამსჯავროს ნიშანი, რომ ღირსნი იქნებით ღვთის სასუფევლისა, რომლისთვისაც იტანჯეთ კიდეც. რადგან სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს. თქვენ კი შეჭირვებულებმა განსვენება ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან თავისი ძალის ანგელოზებით ვართ, რომელიც ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას. ვინც სასჯელად მიიზღავს მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან და მისი სიძლიერის დიდებისაგან. როცა ის მოვა იმ დღეს, რათა განდიდდეს თავის წმიდებს შორის და მიეგოს პატივი ყველა მორწმუნეს შორის, რადგან იწამეთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ. ამიტომ ვლოცულობ მუდამ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სათნოება და რწმენის საქმე. რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესოს სახელმა თქვენში და თქვენ კი მასში, ჩვენი ღვთისა და უფლის იესო ქრისტეს მადლი.